ინფრასტრუქტურული სამუშაოები კაჭრეთში. სოფელში ცენტრალური გზა კეთდება. პროექტის ფარგლებში რამდენიმე ასეულ მეტრზე დაიგება ასფალტის საფარი და გაკეთდება სანიაღვრე არხები. სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, მერის მოადგილე კოტე ბერიძიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. კაჭრეთში ასევე დასრულდა ახალი სკვერის მშენებლობა. დასასვენებელ სივრცეში გაკეთდა ბავშვთა გასართობი ატრაქციონები და მოსასვენებელი სკამები. დღეს ჩვენ მოვინახულეთ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. გაუსაძლისი იყო აქ მანქანების მოძრაობა და მოსახლეობის თხოვნით ვასრულებთ ამ სამუშაოებს, რომელიც ხორციელდება რეგიონალური განვითარების ფონდიდან და რომლის ღირებულება არის 1,700,000-მდე. ასევე დღეს მოვინახულეთ სოფელ კაჭრეთში მოსახლეობის მოსასვენებელი სივრცის დამთავრების სამუშაოები, რომელიც განხორციელდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რომლის ღირებულება 62,000 ლარამდეა. რაც გაკეთდება, ყველაფერი კარგია კაცურასა. მომაზე კარგი რა არის? გზა გვექნება, თანამედროვე აკეთდება. ძალიან სასიამოვნოა. ჭირდა ამ გზაზე გადაადგილება რა მდგომარეობა? არ იყო, აი ქვემოთ კი ძალიან უკვე აღარ იყო გზა. აქაც კი ძალიან სივიწროვე იყო აქაც. და გაფართოვდა ესე იგი. რა თქმა უნდა 3 მეტრით გაფართოვდა. ასფალტის გაკეთდება და განიერი და კარგი მოსახერხებელი სასიარულოდ. მანქანებს მოერიდები, ძალიან კარგია. ანუ ცუდი მდგომარეობა იყო ამ გზაზე? ხო, ცუდი იყო, ვიწრო იყო, თან ოღრო-ჩოღრო, რა ვიცი, ამოთხრილები რა. ეხლა კარგია, ძალიან კარგი.